აპატიეთ ინგა პირდაპირ ვიტყვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის უფლება არის ხელყოფილი და ამაში, როდესაც 10 წლის განმავლობაში, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლება არ აწარმოებს ეფექტურ გამოძიებას და არ დებს რეალურ შედეგს და ამდენი კითხვა კიდევ რჩება, პირდაპირი პასუხისმგებლობა ყველა საერთაშორისო სტანდარტით. მათ შორის თქვენ ახსენეთ, რომ უფლებადამცველი ვარ ყოფილი და უნდა ვთქვა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლით, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს. ყველა ამ სტანდარტით პასუხისმგებლობა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ხელისუფლებას, როდესაც ის ეფექტურად არ იძიებს წლების განმავლობაში საქმეს და ამდენ კითხვის ნიშანს სვავს. და სწორედ ეს გვაფიქრებინებს და დღეს მე როგორც პოლიტიკოს სწორედ ეს მაძლევს იმის საფუძველს თქვა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა, სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინ იყო ხელისუფლებაში, უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ამ საქმის დამალვით, ამ საქმეში მტკიცებულებების, არ ვიცი, ფალსიფიცირებით თუ გადამალვით თუ ყველანაირი ხელხით ამ საქმის მიჩქმალვით, სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამდენი კითხვის ნიშანი საქმეში არ უნდა ყოფილიყო და დღემდე ეს საქმე უნდა ყოფილიყო გამოძიებული.